განისა და გერმანიას არ განუცდია, როცა ხალიჩისებრ დაბომბვებს ახორციელებდნენ მოკავშირეები ორივე მხრიდან. აქედან საბჭოთა კავშირი უდევდა და იქიდან ეს რა ქვია კოალიცია ინგლისის, ამერიკის და სხვების. და ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში თანაც გაურკვეველობა იყო საზოგადოებაში. ყველაზე ეგონა, რომ ახლა დაუშვათ ისინი ოპიდულობდნენ რაღაც ჩვენ სტრატეგიულ ობიექტებს, ეს იყო დიდი სიკეთე და ტელევიზიით მიდიოდა ამის რეკლამაც. და არა იმიტომ, რომ დაუშვათ ტელევიზია არ უნდათ და აქცია აკეთებდნენ. არამედ მართლა ესეჯეროდათ. და შესაბამისად ეხლა გარკვეული გამოფხიზლება და ის პოლიტიკური სიმწიფე სიუჟეტმა საზოგადოებამ დააგროვა და ამას საშუალება მისცა სწორედ იმას, რომ რაღაც ესეთი ნაბიჯები იქნას გადადგმული, თორე ჩვენ ახლა აგერ არ ვიყავით კიდე ერთხელ გავიმეორებ, არ მიყვარს გამეორებები, იმპროვიზაციები რჩებიან, მაგრამ გავეხსენოთ NGO-კრატიის ისტორია ჩვენს ქვეყანაში, როცა NGO-ები იყვნენ უკანასკნელი ინსტანცია. აი, ყველა სამთავრობო ელჩები ავალებდნენ. ელჩი იყო ხელშეუხებელი და NGO გამოთქვამდა, ესე იგი მის ვერდიქტებს გამოთქვამდა, რომელსაც მის ჭეშმარიტება შეიჭვის შეტანა ჩვენ არ შეიძლებოდა და ჩვენ ვინც ვიძახდით, რომ ეს ვინ არიან საერთოდ რა შუაში არიან და ასე შემდეგ და დამღუპელ ნარატივსა და დამღუპელ ტრენდებს ներგავენ საზოგადოებაში, ესენი ვიყავით გარიყული მეინსტრიმ სიკით. გარიყული კერძილაში ვიყავით და აჭერილები და რა ვიცი, აი მარტო სააკაშვილის იმის დროს ეს გრძელდებოდა, ხო სააკაშვილის დროს გადავიდა ეს გარემართვაზე მთლიანად პირდაპირ თქვა და მე ამ ბერკეტების შენარჩუნებას ლამობდნენ და წარმატებით აღერხებდნენ, იმიტომ რომ იქ იყვნენ მთელი კოჰორტა, ასე ვთქვათ, ჩამოდებული რესპუბლიკა, რომელიც რესპუბლიკელების დამადობით პირდაპირ თქვა და დანარჩენები კიდე მარტო რესპუბლიკელებია. რა თქმა უნდა, ჩოხიანი და უჩოხო რესპუბლიკელები იყვნენ იქ, ესე იგი ძალიან ბევრი. ხო? და რა, პირველი ესე იგი ზალპი თუ გახსოვს ჩვენ, როდის გაისმა, როდესაც კობახიძე იჯდა იმასთან, გაბუნიასთან რუსთავის ეთერში. და მან ესე იგი იქ თქვა, რომ ესენიო საერთოდ პოლიტიკურ NGO-ებზე თქვა, რომ ესენიო პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობენო და ესენი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებლებიო და ეს გაბუნია გაოცებისგან საერთოდ ხო ესე წვიტი ბიჭია, ასე ფეხების დაუხმარებლო და ხელების ახტა ეს სკამზე ხო და გაოგნებისგან რა, ეს არ დამავიწყდება. ეს იყო რაღაც აი ლუთერმა რო მიაჭიდა. ეკლესიის კარებზე ხო? კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ეგეთი განცხადება იყო და მე რა იყო? მე აი ეს საოცარი შარლ მიშელის თავზე რო გადაახიეს. ხო, შარლ მიშელმა რო დაგვიბარა. ადრე ვიცოდი რომ წერეთელმა დაგვიბარა. მუკიკიოს რეკომენდაციების ბოლოდინში რო ესეცაში რო იყურებოდა საქართველოს ხო გახსოვს არა? განეშენ რო არ თუ არ გახსოვს აბაბინსახს. მუკიკიომ დაგვიბარა. მუკიკიომ თქვა. ხო, და მე შარლ მიშელის შეთანხმება რო იყო. ეს იყო ეთყობა ბიფურკაციის წერტილი იყო, ეგ ერთ-ერთი ბიფურკაციის წერტილი, რომ რაღაც აბსურდულ ალეპუსკას ვარიანტში რომ გააკეთეს 44%-ს გადალახავთ და თუ არ გადალახავთ ესე იქნება, თუ გადალახავთ ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნები, არავითარ შემთხვევაში მაჟორიტარები და ასე შემდეგ და ამგვარები, ხომ გახსოვს? აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თან რაც მე ნაკლები წინააღმდეგობა ხდება თამარ ზოგადად ამ კოლონიური ფსიქოლოგია რო მitmetად თავხედებია. აი რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობა ხდებათ, მით უფრო ესე იგი ხო გახსოვს რა სახეებით, ახლაც იგივე სახეებთან გველაპარაკებიან კაცო. აქ რო გამოგზავნეს ის რევოლუციონერი როთი და ის კიდე 6 გათხოვილი მამაკაცი მიტინგზე რო შეხვდნენ. ეს ხალხს რა თქმა უნდა დაინახეს უკვე რეალობა. ხალხის საღათ მოაზროვნე ნაწილმა თორე ევროშაკინდრავებულები და შიგ ევროპელები კიდევ მრავლად ყავს. აი რომლებიც ათარიან ცალფერზე დგომით და სხვადასხვა აკრობატული ილეთებით და სხვადასხვა ორგანოების არასდროული კავშირის დაჯილდოება შეუძლიათ გახდნენ გეები. ეს თქვენ კვლავ მოიშველიეთ თანამედროვეები გიგანტი, აზრის გიგანტის დავით ჩუქლაშვილის ცნობილი ეპოქას რო გახვევა. ეპოქალური გამონათქვა. თუ ევროკავშირში ჩვენ შესვლას დასჭირდება რომ მე გავხდე გეიო, მე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობა, მე გავხდები გეიო. სულ და გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას რასთანაც საქმე. აი ახლა და შესაბამისად ახლა ეს
მენტალური, ასე ვთქვათ, ომი, რომელიც ხან გადაიზრდება ხოლმე პოლიტიკურ ინსტრუმენტებში, ხან სრულად უაზრო რეზოლუციებში, ნელ-ნელა უახლოვდება იმ სტადიას, როდესაც ევროკავშირის ბიუროკრატია მიხვდება, რომ აზრი აღარ აქვს ასეთ მოქმედებას და გეოგრაფიულ რეალიებს და პოლიტიკურ რეალიებს უნდა გაუწიონ ანგარიში თავის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მაინც. აქედან გამომდინარე, არ უნდა გავწყდეთ ჩვენ ეს არ არის რო იძახიან ანტიევროპულ ნარატივს ავწევთ, ანტიევროპულ ნარატივს კი ანტიმონურ ნარატივს ავწევთ და ვინც არ უნდა იყოს ეს რუსი იქნება, ევროპელი იქნება, ამერიკელი თუ თურქი თუ ვინც ავსტრალიელი. ჯოიკ წერს ენჯეოთა ბრძოლას თუ იდეოლოგიურ ბრძოლაში არ გადაიზარდა, რომ ეროვნული იდეოლოგია დამკვიდრდეს ქვეყანაში და კაცი კაცად დაემსგავსოს ქალი ქალს და მორჩეს ეს ლიბერალური პოლიტიკა აზრი არ აქვს. და ყველა იდეოლოგია საჭიროა ქვეყანაში. აღარავინ აღარ გაბედოს. აი ახლა მაგალითად აზერბაიჯანმა ჩამოყალიბა მყარი პოზიცია, ეროვნული იდეოლოგია აქვს ჩამოყალიბებული და ძალიან მყარად მიდის წინ. ვითარდება ეკონომიური თვალსაზრისით და რის საფუძველზე ვითარდება სოსო. ხა მე პარალელი მინდა გავაკეთო. ჯერ საქართველოზე ვთქვათ. საქართველოში ყველა პორტი არის უცხოელის. აზერბაიჯანში ყველა პორტი არის აზერბაიჯანის. ან აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, რომელსაც ასე ვთქვათ, პირდაპირ შეხება აქვს სახელმწიფოს. უმეტესად მაინც სახელმწიფოსი. აზერბაიჯანში აეროპორტები არის აზერბაიჯანის. საქართველოში აეროპორტების მართავს ყველა ქართველების გარდა. და ფასებიც არის რაღაცა კოლოსალური, შეიძლება შეიძება 15 ლარი ყავა მაგალითად. ავიაკომპანია აზერბაიჯანში არის სახელმწიფო და ყავს 80 ბოინგი საკუთრებაში უკვე და აპირებს კიდე რომ გაზარდოს 160 ბოინგამდე. საქართველოში ავიაკომპანია არის კერძო პირის თამას გაიაშვილის, რომელსაც ყავს 10 ბოინგი, რომელიც აი სუნის ყავს. ვერ მართავს. აზერბაიჯანს ყავს თავისი საზღვაო ფლოტი კასპარის სახით, რომელიც კასპიის ზღვაზე მონოპოლია აქვს ფაქტიურად გადაზიდვების და თვითონ აკონტროლებს ამ ყველაფერს. საქართველოს არ ყავს ფლოტი, კერძო ინიციატივებით რაც შეიქმნა, სახელმწიფო თუ გვერდში არ დაგიდგა, არაფერი არ გამოდის. სახელმწიფოს ბოდიშზე ფეხზე კიდია, შენ გინდა ფლოტი შექმენი, გინდა ის შექმენი, არ აინტერესებს უბრალოდ. არ აინტერესებს. პრობლემა აი ქართული დროშა. ქართული დროშაც არ აინტერესებს. რა პრიორიტეტია ქართულს? არაფერი პრიორიტეტი არ აქვს. პრობლემა აი ქართულ დროშას მე რო ვატარებ. ფულს ვიხდი 2 მილიონი დოლარით მეც ბიუჯეტში. არ აინტერესებს ეს სახელმწიფო. ფეხებზე კიდია, რა პირდაპირ იგეთო. და ესეთი რაღაცა მიდგომა იქ არ არის. ენერგოობიექტები რატომ ვითარდება ძლავრად? იმიტომ რომ სახელმწიფო მართავს ამ ყველაფერს. იქ აზერბაიჯან ენერგოსისტემა არ გაშლილა. ჩვენ და ყოდაშალეს მარტივ პრობლემა, ხან ბაზარი გააკეთეს, ხან ვაგზალი მიაერთეს, ხარა გააკეთეს, ხარა გააკეთეს. რომ ვიღაც კერძო ტიპებს ფული ეშოვათ. გამონაწილებელი სისტემა არანაირი კერძოსი არ არის სახელმწიფოში. ხო და მე კითხვას ვსვამ, ეს ძირითადი სიმაღლეები, რომელიც ეკონომიკის ქვეყანას უნდა ქვეყანა აკონტროლოს, რატო ვაძლევთ უფლებას უშევება აკონტროლოს? მაგას აქ იყო ერთხელ ბალცეროვის ჩამოსული ამბულოს, ესე იგი გაიმართა შეხვედრა ძალიან პომპეზური და მთელი ქართული ესე იგი ასე ვთქვათ ბალცეროვიჩები. ხო, ელიტა, ქართული ბალცეროვიჩები. ესე იგი საზე ზეიმით დახვდნენ. და ის უყურებდი ამას, მე ახლა ვიყავი კონსულური და უყურებდი ამ მართლა პანოპტიკუმს, აი ნუ გაოცებული ვიყავით თითქოს ესე იგი ამით ჩვენ დიდი სიგეთე მოვიხვეჭეთ აი მაგ ნიმრეფორ შოკური თერაპიით ესე იგი და აი საკუთარი მას ესეთი აბერაცია ანუ გამრუდება ახმის არის თავარი პრობლემა. აი რაც ჩამოთვალეს რომ სახელმწიფოს უნდა დაგიждდება ვიღაცა დავკომბალა და გეტყვის მე კარგი არაკომპეტენტურია სახელმწიფო ამის მართვაში. ხო, სახელმწიფო არის ცუდი მენეჯერი, ამას გეტყვის. გესმის? აი ეს და საერთოდ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. ანუ ეს გირჩი, ბენდუკიძე გირჩის აზროვნება, გირჩ-ბენდუკიძიზმი, ესე დავარქვათ, აი ახალი ტერმინი შემოვიღოთ, ხო? თუმცა ეს გირჩები ბენდუკიძის, ესე ვთქვათ, ბენდუკიძის რადიკალური, მარგინალური ნაწილია ბენდუკიძიზმის რა. აი ესენი